ხალბატონ თამარ თქვენ უამრავ საინტერესო შეხვედრაში მიგიღიათ მონაწილეობა, უამრავ საინტერესო პროცესში, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების ისტორიულ პროცესში, მის უწმინდესობასთან ერთად გიმუშავიათ, სხვა თქვენს კოლეგებთან ერთად და საინტერესო იქნება მაინც ჯერ დავიწყოთ თქვენი განცდებით. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან რთული გადასატანი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ძალიან უძლურად გრძნობდა თავს, რატომღაც არ ვიცი, ალბათ რო არ მემეტებოდა, მე მეგონა სულ იქნებოდა და ვნატრობდი, რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ სიმბოლურად მაინც იმ ტახტს, იმ საპატრიარქო ტახტს ნამდვილად ამშვენებდა. და რაც მთავარია, ბოლომდე მას გონება ჰქონდა. მე მასთან არაერთი სერიოზულ საკითხზე მიმსჯელია, ახლა 1 და 2 თვის წინ არ ვიძახი, რამდენიმე ხნის წინ და საკმაოდ თქვენ წარმოიდგინეთ, სანამ სათქმელი დავამთავრე, ნახევარიც არ მქონდა, ნათქვამი პასუხი უკვე მითხრა. იმიტომ რომ ძალიან ადვილად იღებდა ეს ყოველთვის ასე იყო. რო შევიდოდი და დავუწყებდი რაღაცა, ხო, გასაგებია და პასუხი უკვე მზად ჰქონდა. ძალიან დიდი დანაკლისია ნამდვილად. ძალიან ძნელია, როდესაც ამდენი წელი ნებისმიერი ქართველისთვის, ახლა მით უფრო ჩემთვის რო ძნელია, ამას მე მგონი სიტყვები არ უნდა. მე განსაკუთრებულად მინდა როგორ დაიწყო თქვენი ეს საქმიანი ურთიერთობა და დაახლოებით რომელ წელზეა ლაპარაკი? დაიწყო ზუსტად 1978 წლის 6 მაისს. ანუ აღსაყდრების დღეს ერთად გვაქვს გავლილი 5 თვეა სხვაობა. იმიტომ რომ მაშინ კონსტანტინოპოლის დელეგაცია ვერ ჩამოვიდა მოსალოცად 1977 წლის 25 მარტს, იმიტომ რომ იქ შობას დღეს ასწავლობდნენ და საგანგებოდ ბატონო 25 დეკემბერს დიახ და საგანგებოდ სამკაციანი დელეგაცია გამოაგზავნეს გიორგობა დღეს 6 მაისს. გიორგობა დღეს და მიულოცეს პატრიარქს აღსაყდრება. ეს იყო მართლა გრანდიოზული მოვლენა. მანამდე აი ამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციის ჩამოსვლამ მე მგონი კიდევაც გახსნა და ქართველებსაც კი დაანახა, რომ საქართველოს ეკლესია ცოცხალია და რომ საქართველოს ეკლესია უკვე აღმასვლას იწყებდა. მართალია დეკემბრიდან ესე იგი მაისამდე იმ პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემა იყო მოსაგვარებელი ეკლესიაში. სულ 4 მიტროპოლიტი იყო და 4-ვე 80 გადაშორებული. ფაქტობრივად ეკლესია თითქმის არ არსებობდა და პატრიარქს ძალიან ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი. და როდესაც ჩამოვიდა, მე მგონი ჯერ ჩვენმა ინტელიგენციამს, რომელიც შემდეგ მხარში ამოუდგა და ძალიან დაუახლოვდა მას, მათაც ეს რაღაც ისე წარმოიდგინეს. შეიცვალა პატრიარქი, მერე რა მოხდა? ესე და აი კონსტანტინოპოლის დელეგაცია რო ჩამოვიდა და რო გაშუქდა ეს და რაც მთავარია, პატრიარქმა მოიწვია მთელი ინტელიგენცია. შეიძლება და ეს ფუნიკული ორზე გადაიხადა ძალიან დიდი ბანკეტი, გარდა იმისა, რომ ის იყო 500 კაცი მაინც იყო, მე მგონი, და ნოდარ ლომოური იყო ისა თამადა და ფაქტობრივად საქართველოს ეკლესიის ისტორია სადღეგრძელოებით ითქვა იქ და ამას მე ვთარგმნიდი ყველაფერს. ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ მაშინ ჩვენმა ინტელიგენციამს ასე იგი გაიაზრა ეკლესიის მნიშვნელობა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მახსოვს ქალბატონი ელომეტრეველი გამოვიდა სიტყვით, გამოვიდნენ ძალიან ბევრი, იქ იყვნენ სუხიშვილები, ქალბატონი ნინო და ილიკო. მოკლედ ვერ ჩამოვთვლი რა, ყველა ცნობილი მხატვრები, მწერლები, თუ ვინმე იყო საერთოდ აკადემიკოსები და სულ ყველა ამან დაანახა ყველას, რომ საქართველოს ეკლესია უკვე წინ დგამდა ნაბიჯებს, რომ ფრთას ისხამდა რაღაცა ახალი და ყველას მოუნდა, რომ რაღაცა პატარა წვლილი შეეტანა ამაში. და აი მაქედან დაიწყო და როდესაც ეს დელეგაცია გავისტუმრეთ ჩვენ, მაშინ მითხრა პატრიარქმა, რომ მოდიო დარჩიო ჩვენთანო და თარჯიმნად იმუშავეო და
მე რა თქმა უნდა მაშინ სულ პატარა გოგო ვიყავი და ახალდამთავრებული და კი მეთქი მომეწონა შემოთავაზება. მით უმეტეს რომ ბევრი ალტერნატივები ვიცი რომ იმ დროისთვის არც იყო, ანუ სალაპარაკო ბერძნულის მფლობელები. არავინ არ იყო. თორემ მე არავინ არ მიმაკარებდა იქ. ჩვენ უზარმაზარი სკოლა გვქონდა მსოფლიო მასშტაბში შეიძლება ითქვას. გრიგოლ წერეთელი გვყავდა ბოლოს და ბოლოს. გრიგოლ წერეთელი რომლის წიგნითაც დღეს სწავლობენ პაპიროლოგიას მთელი მსოფლიოს, კემბრიჯის სხვათა შორის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. რომლებსაც ჩვენი უნივერსიტეტები ვერ შეედრება ვერასდროს. აი ამ უნივერსიტეტებში გრიგოლ წერეთლის წიგნით ისწავლება. ჩვენ ეგეთი სპეციალისტები გვყავდა. ბიზანტიური ბერძნულის კარგი სპეციალისტები გვყავდა. სიმონ ყაუხჩიშვილი გვყავდა ბოლოს და ბოლოს. ну მე ვერ ჩამოვთვლი ხა ვითვალისწინებ თქვენ დროს. ეს უბრალოდ აღსანიშნავია საინტერესო საიდან დაიწყო ეს წერტილი. მაგრამ ახალი ბერძნული სპეციალისტი არ აღმოჩნდა და იქ მუშაობდა მხატვარი იდა თვარაძე, შესანიშნავი მხატვარი სხვათა შორის. და იმან იცოდა რომ მე მისი მეგობარი მუშაობდა ჩემთან, ესე იგი მე აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტში ახალმისული ვიყავი. და აი თამრიკომ ხომ იცისო ბერძნულიო და ესე წამიყვანეს პირდაპირ აეროპორტში. და საოცარი ის არის რომ პირველი ვინც გავიცანი ეს იყო ეხლანდელი მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი. იმ დელეგაციაში იყო. ანუ მაშინ დიმიტრიოსი იყო მიტროპოლიტი, ფილადელფიის მიტროპოლიტი იყო ბართოლომეოსი. სამი ჩამოვიდა, ერთი უხუცესი მელიტონი, შვეციის მიტროპოლიტი პავლე და ფილადელფიის მიტროპოლიტი ბართოლომეოსი. ქალბატონთან რადგან ასე კონსტანტინოპოლის და მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციებს უკვე ამდენი საუბარი გამოგვივიდა, მოდი ბარე მოკლედ ისიც მოგიყვევით, რა გზა გაიარა კათოლიკოს პატრიარქმა, ჩვენმა საპატრიარქომ და სპეციალისტებმა, რომ მიიღწიათ იმ მნიშვნელოვანი შედეგისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ავტოკეფალიის აღიარებას ნიშნავს. აი, მაშინვე რო ჩამოვიდნენ ისინი, არ ვიცი რამდენი გაქვთ დრო, ძალიან საინტერესო იყო. სვეტიცხოველში დაიწყო წირვის შემდეგ იმათ იქადაგა სიტყვა წარმოთქვა რა თქმა უნდა მელიტონმა უხუცესმა მიტროპოლიტმა და სწორედ მაგიტომ ეძებდა პატრიარქი ვინმეს რომ უნდოდა რომ სვეტიცხოველში ქართულად გაჟღერებულიყო სტუმრის სიტყვა და არა რუსულად იმიტომ რომ რუსი თარჯიმანი ჩამოყვა მოსკოვიდან მაგრამ სვეტიცხოველში უნდა ქართულად გაჟღერებულიყო თარგმანი ხო, თუმცა ფერგორი ნიუანსია რა, აი გარია. ვითომ ცაგარფერი, თასებზე კავშირი. აი მაშინ ისავქენი მე. გაგანია საბჭოთა კავშირი, რასაც ვთქვი. და ესე იგი თურმე დიდხანს ეძებდნენ და ბოლოს ესე და მე რო ცოტა უკან დავიხიე რომ მე არანაირი გამოცდილება არ მაქვს თარჯიმნობისა და ცოცხალი ბერძენი არ მინახავს და რანაირად გავართვა თავს. ცოცხალი ბერძენი ახლა საქართველოში მცხოვრებები როგორ არა, მაგრამ აი უცხოეთიდან ჩამოსული ბერძენი მე არ ყავდა ნანახი და ისიც არ ვიცოდი ახლა მე ამ ხელა დელეგაციას და ასეთი მაღალი რანგისას გავუწევდი თუ არა თარჯიმნობას და პატრიარქს უთქვამს რომ არა უშავს კაცო თუ გამოუვა არ გამოუვა და ახლა რა მოხდა და აი მაშინ წამიყვანეს და ეს არ დამავიწყდება არასდროს რომ სვეტიცხოველში რომ ვკითხულობდი ამ სიტყვას ისეთი თბილი სიტყვა ის უნდა კიდე ხელახლა გამოვაქვეყნო მე ალბათ. ასეთი თბილი სიტყვა მე არ წამიკითხავს რომ ჩამოვიდნენ და პატრიარქის სახეზე აი საერთოდ აი თითქოს აი ხო ემოციური არანაირი ემოცია არ იყო და ამან გამაკვირვა და ვიფიქრე კაცო ეს პატრიარქი როგორი მკაცრი ყოფილა მეთქი რა არის მე ხომ არ მესმოდა იქ არ იყო მოხსენიებული საპატრიარქო და პატრიარქი იქ იყო კათოლიკოსი და საქართველოს ეკლესია სიტყვაში მეს მაშინ ვერ შევამჩნიე და არც ვიცოდი ამდენი და მე უკვე როდესაც საპატრიარქოში შევხვდით და პატრიარქმა დასვა საკითხი რომ კარგია რომ საქართველოს ეკლესიას პატივსცემთ მაგრამ ამ პატივისცემას დადასტურება უნდა რომ საქართველო არის საპატრიარქო არა ეკლესია არის საპატრიარქო და რომ საქართველოს ეკლესიის საჭეთპყრობელი არის პატრიარქი პირველივე შეხვედრაზე აი ამ შეხვედრაზე კი
და აქედან დაიწყო და კიო ბატონო, რა თქმა უნდა განვიხილოთ. ჩვენ იმიტომაც ჩამოვედით, რომ ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, გაწყვეტილ ეტაპს. გარკვეული ესეთი წარმოდგენები იყო, რომ სოფლის საპატრიარქო თითქოს ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესთან ასე შემდეგ. სინამდვილეში აქ პირიქით ძალიან აქტიური მხარდამჭერები იყვნენ, რომ საჭიროება იყო მტკიცებულებების პროცედურები არის და ასე შემდეგ და ამას დაჭირდა გარკვეული დრო და სერიოზული ამას გარკვეული დრო დაჭირდა. ყველაფერს სხვათა შორის რაც ხდება, აქვს მნიშვნელობა. იმასაც მნიშვნელობა ჰქონდა, მე მგონი, ეხლა ამ გადასახედიდან. მაშინ მე იმდენად ახალგაზრდა ვიყავი, ამდენი რა ვიცოდი. ამ გადასახედიდან ის რომ საბჭოთა კავშირის ფაქტორი იყო, ასე ადვილი არ იყო. აი რა მოყვა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას ხო ხედავთ არა? საბჭოთა კავშირის დროს რა მოხდებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, ან აი ეს აბრკოლებდა ჩვენს პატრიარქი, ჩვენი პატრიარქი ითხოვდა, მაგრამ რუსეთის ეკლესია ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ამას ვერ მივიღებდით ჩვენ და ვერასოდეს, მაგრამ ძალიან მარტივადაც მივიღეთ, რომ იცოდეთ და დიალოგი წარიმართა კი წლების მანძილზე რამდენიმე დელეგაცია ჩამოვიდა ჩვენც იქეთ, მაგრამ ну ეს კიდე ცალკე სალაპარაკოა. კარგი, მოდით აქ დროებით გავჩერდეთ და რაღაცის თქმა გსურდა თქვენ ამ მომენტში და ხო არა, დრო იმ დღიდან და მე 87 წელს რო ჩამოვიდა მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი, აი მაშინ დასვა კიდე პატრიარქმა საკითხი, რომ აიო, ბოლოს და ბოლოს რამდენი წელი უნდა ვილაპარაკოთო, რაღაც დავსვათ წერტილიო და გადაწყდა, რომ 2 წელი მაქსიმუმი ჩვენ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და მართლაც 90 წელს გადაწყდა. ეს ცალკე თემაა. ის რასაუბრები იყო, ამას ცალკე ეთერი ჭირდება, თუ როდესმე ამით დაინტერესდება ან ტელევიზია, ან საქართველოს მოსახლეობასაც ალბათ დაინტერესებს. მაგრამ პატრიარქი აი პირველივე დღიდან, აი ეს მინდა სწორედ მანამდელი პერიოდზეც მინდა გითხრათ, რომ მან ის რომ მოვიდა საპატრიარქოში, მას უკვე მთელი გეგმა ჰქონდა ჩამოწერილი, რა უნდა გაეკეთებია. მთელი გეგმა, იმიტომ რომ ის ხო სოხუმის მიტროპოლიტი იყო, სოხუმში იყო მღვდელმთავრად 11 წელი და აი ჩვენ ახალმისულები რო ვიყავით, სულ გვეტყოდა, აი ჩვენ ხარებას გავითანებთ სოხუმში, ვისაც საშუალება გაქვთ, უნდა წამობრძანდეთ და ჩვენც მივყვებოდით, მრევლი მიყვებოდა და ეს რატომ ხდებოდა? იმიტომ რომ იმ წლებში ეს არ იწერებოდა, ტელევიზია ამაზე არ საუბრობდა, არც რადიო, მაგრამ უკვე დაძაბული სიტუაცია იყო. უკვე იყო ის შხამი იქ ამ ჩვენი გათიშვის, ეს იყო უკვე ეს 80-იანი წლები და მე ამის დამადასტურებელი ფაქტებსაც შემიძლია მე მოგიტანოთ და აი ეს რომ ყოველ წელიწადს მიყავდა და ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენ მივყავართ სოხუმში, იმიტომ რომ აი მისი ეპარქია იყო და ენატრება. არა, ეს იყო მისი დიპლომატიური და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ისე ვიღებდით, რომ აი მოენატრა თავისი ყოფილი ეპარქია. ამ დროს ეს იყო მართლა პოლიტიკური გადაწყვეტილება. იქ ყველას იწვევდა ხოლმე ამ ისტორიკოსებს, მეცნიერებს, კამათი იყო, ცდილობდა რომ რაღაცა ქართულ კულტურასთან დაეახლოებინა, აქაური მრევლი იქაურ მრევლთან დაეახლოებინა, სულ ფიქრობდა დაპატიჟეთ ისინი თქვენთან, თქვენ ჩადით იმათთან სტუმრად. აი ამას ცდილობდა.